ბუნების ოზემპიკში გულისხმობენ ესეთ ნივთიერებას მცენარეს, რომელსაც ქვია გარსინია კამბოჯა. მასზე არის ინფორმაცია სანდო წყაროებზე და ვიცით, რომ აქვს რისკი ღვიძლის ტოქსიურობის. ტოქსიური არის ღვიძლისთვის ერთი სიტყვით რა. ზოგადად, როდესაც დანამატებზე ვსაუბრობთ, გვაინტერესებს მათი ეფექტურობა და უსაფრთხოება. ამ გარსინია კამბოჯას შემთხვევაში ერთი რო უსაფრთხო არ არის, რაზეც უკვე ვახსენე და მეორე ეფექტურიც არ არის. ბუნების ოზემპიks იმიტომ ეძახიან, რომ ამტკიცებენ, რომ იგივენაირი ეფექტი აქვს, ანუ ამცირებს მადას, რასაც უნდა მოყვეს ნაკლები საკვების მიღება და შესაბამისად ნაკლები კალორიების გათვალისწინებით წონის კლება. აღმოჩნდა, რომ ამ მიმართულებითაც სათანადო მტკიცებულება არ გვაქვს, რომ ეფექტურია. შესაბამისად, მსგავს დანამატების მიმართ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. გარდა ამისა, დავამატებ კიდევ იმას და ვიტყვი, რომ ბუნების ოზემპიკი და მსგავსად პოზიციონირებულ დანამატებს კიდევ დამატებით აქვს ხოლმე გარკვეული ვიტამინები, მინერალები, ნივთიერებები კომპლექსში და ძირითადად კონცენტრირებული, აი გარკვეული ეფექტის მქონე დანამატებს ვიტამინები ძალიან დიდი დოზებით აქვს ხოლმე. და ზოგადად ვიცით, რომ გარკვეული ვიტამინების შემთხვევაში მაღალი დოზები არის საზიანო ჯანმრთელობისთვის.